დანიელ საღამო მშვიდობისა. იქ ვიცი რომ უხერხულ სიტუაციაში ხარ ახლა და დაგრიდ ვაიშაგვირთე კამერა. ჩემო ფეხდაზიანებულო მეგობარო. აბა ჩვენ ფეხდაცემულიც მაინც ვახერხებთ ჩართვას. დიდი მადლობა ჩართვისთვის, თემა გვაქვს ძალიან საინტერესო და იმედია მსმენელიც დააფასებს ამ ლაივს ისე როგორც საჭიროა, მე უკვე YouTube-ზეც აიტვირთება, Facebook-ზეც ლაიქებით მომეშველეთ რომ რეპორტები გადავლახოთ, ლაივის შუაში არ მინდა ხოლმე სტუმარს შევაწყვეტინო თემა და გთხოვოთ დალაიქება, ამიტომ კომენტარებში ალტერნატიული TikTok-ით გიწერთ ხოლმე კომენტარებში, გთხოვთ მომეშველოთ თქო, როდესაც მე მიკროფონი გათიშული მაქვს ხალხნო, იმიტომ მაქვს გათიშული რომ ხელის აესეთ კაპუნი რო არ შემოვიდეს და მეც ვეხმარები გვერდს, მარტო თქვენ არ გთხოვთ. ამიტომ მოდი დავიწყოთ თემა, დანიელ. ეროვნული იდენტობა რა გონია და რა არის სინამდვილეში. ჯერ რაღაც ზოგადი მონახაზი გავაკეთოთ ამ თემაზე და მერე უკვე თეზისებად ჩავუყვეთ. რაც შეეხება დღევანდელ თემას, ეს მინდა იყოს აი ნახევრად სალექციო, მაგრამ ნახევრად აი ისე მომხმარებელზეც გათვლილი, რომელიცაც გონია რომ ერთ წუთში შესაძლებელი არის საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის ჩატევაც მეტნაკლებად. თუმცა მე მაინც გონია რომ ეს შეუძლებელია და სხვათა შორის ესეთი მოთხოვნა რო არის ესეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემაზე, როგორიც არის ეროვნული იდენტობა, ჩვენი ანუ არა მარტო საზოგადოების, ეს საზოგადოების პრობლემა არ არის, ხო? სამეცნიერო დონეზე და საუნივერსიტეტო სივრცეში ბევრი ადამიანი ვიცი, ისტორიკოსაც თulis მაგალითად თავს და წარმოდგენა არ აქვს ნაციონალიზმის თეორიებზე, იმიტომ რომ საბჭოთა დროს მიღებული განათლების შემდგომ აღარ განვითარებულა. ამ გადაცემაში და აი ამ იმაში ვეცდები რომ მაქსიმალურად დრამატული ვიყო. ხო, ისე მეც დამაინტერესდა ის, აი ვინ არეპორტე, რატო უნდა დამარეპორტოთ, იმას ვარ ბიძახი, აი რაღაცებს, აი ნაციონალიზმი პირველი ასოციაცია უმეტესობას, ვისაც მოუვა ეს თავში აზრი, ეს არის რაღაც ფაშისტური გერმანია. ვიტყვით ეროვნულს და პირველი ასოციაცია ჩნდება ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ მოძრაობასთან. მაგრამ თანამედროვე საქართველოშიც რაღაც ეს ცნებები ესე ტრიალებს ეროვნულობა და ასე შემდეგ. საკმაოდ რთული თემა არის, პოლიტიკურად არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ამაზე დგას. ჩვენ კიდევ ვიცნობთ ტერმინს, აი მაგალითად სამოქალაქო ნაციონალიზმი, ხო? აი რას ნიშნავს ეს სამოქალაქო ნაციონალიზმი? მოქალაქე სიტყვა ცნება, ხო? აი ბევრი ისეთი ცნებებია, თითქოს ნაცნობი არის, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოვაჩენთ, რომ არაფერი არ არის ნაცნობი. დანიელ, ამ ტერმინებს საუბრობს უამრავი ადამიანი. თითქმის მთელი ქვეყანა და საფუძვლიანად კი არა, ზედაპირულადაც კი არ იციან ამ ტერმინების განმარტებები და ძალიან მნიშვნელოვანია განმარტებებიც, დღევანდელი რეალობაც, ეს ყველაფერი ერთად კომბინირებულად მხოლოდ ლექცია რომ არ იყოს, ამიტომ ავაწყოთ ისე რომ მაგალითებით კონკრეტული ცხოვრებისეული ყოველდღიური მაგალითებით გავამყაროთ ხოლმე რომ მაყურებელიც ლექციის ტიპის მოსმენით არ გადავხალოთ. თუ რაიმე გაურკვეველი იქნება, გაუგებარი იქნება, შეგიძლიათ კომენტარებში კითხვის სახით დაწეროთ. აი რაც შეეხება ჩვენს პრობლემას, ჩვენ სამწუხაროდ არ ვართ წიგნიერი, ანუ ჩვენ გვინდა რომ ერთ წუთიან ვიდეოში ჩავატიოთ, აი ერთი მეგობარი მეუნებოდა რომ აი ქრისტიანობაზე გააკეთე თემებიო, ოღონდ აი ერთ წუთში რომ ჩაატიო, აი ერთ წუთში ვერ განიმარტება ერთი მუხლიც კი შეუძლებელი არის. ბიბლიის ერთ მუხლზე ვლაპარაკობ, ხო? წარმოგიდგენია ჩვენთან აი ეს ყველაფერი მოდის წიგნებიდან. ანუ ნაციონალიზმის თეორია რაღაც თავისთავადი მოვლენა არ არის, რომელიც შეუძლია რომელიმე პოლიტიკოს პირდაპირ ეთერში ილაპარაკოს რაღაც 5 წუთიან მონოლოგში და ასე შემდეგ.
ეს ამას იძლევა საუნივერსიტეტო განათლება. სხვათა შორის წლების წინ მე მგონი 2017-18 წელს აქ იყო ჩამობრძანებული ფრენსის ფუკუიამა, ეს თანამედროვე პოლიტიკის თეორეტიკოსი არის, ლიბერალური, ასე რომ ვთქვათ, პოლიტიკის თეორიის წარმომადგენელი, რომელიც საუბრობდა ასე რომ ნაციონალიზმის თემატიკაზე და ეგრეთ წოდებულ საფრთხეებზე, ხო? მაგრამ ჩვენ, აი, დამსწრეს საზოგადოებას, პირველი დავიწყოთ ტერმინოლოგიური განმარტება, ეტიმოლოგია რას ნიშნავს. მაგალითად, ესეთი თეორეტიკოსი იყო ერნესტ გელნერი, რომელმაც დაწერა წიგნი ინგლისურად Nation and Nationalism. ქართულად ნათარგმნი არის როგორც ერები და ნაციონალიზმი, ხო? არა და ეს national არის ინგლისური სიტყვა, რომელიც შეგიძლია თარგმნო ერად, შეგიძლია თარგმნო ნაციონალურად და ასე შემდეგ. ქართველი მეცნიერები და მკვლევრებიდან სანაპოლიტიკოსებამდე მივალთ, ამაზე რა ქვია, მარიკა ჩხარტიშვილი მუშაობდა და მას ისტორიის დოქტორი არის, კი არა და ისტორიის პროფესორი თესეუს უნივერსიტეტში და ეს ქალბატონი მუშაობს ამ თემაზე. გარდა ამისა, პოლიტიკის მეცნიერებებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზეც მეტნაკლები სიძლიერით ისწავლება ეს ტექსტები, ოღონდ ნაციონალიზმის შესახებ, ოღონდ ძალიან ლიბერალურად. ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც აი ძალად შემოტენილი ბრჭყალებში ლიბერალური კომპლექსი გვაქვს. რატომღაც. პირველი ცნება ესე რომ განმარტოთ. ერი როგორც ესეთი შუა საუკუნეების საქართველოში არ ნიშნავს ეროვნულობას, დღეს რასაც ვუწოდებთ. არამედ ეს ნიშნავს ხალხის კრებულს, რომელიც გაერთიანებული არის, რაღაც ნიშნით. ოღონდ ეს არ გააჩნია აი ის, რომელსაც აერთიანებს ქვეყანა. არამედ ამისი აღმნიშვნელი არის სიტყვა ნათესავი. შუა საუკუნეებში, ანუ ჩვენ რასაც ვუწოდებთ, რომ აი ის წარმოშობით არის საქართველოდან, შუა საუკუნეებში იტყვნენ, რომ ნათესავთა მათ ქართველთა. ეს ერთი შეუსაბამობა, რომელიც თარგმნისას გადმოდის. მოდი ახლა განვიხილავ მე ტერმინოლოგიურადაც როგორ მოდის ეს ჩვენთან, რომ აი პირველად ნაციონალიზმის საკითხი და ნაციონალური იდენტობის თემა 1990-იანი წლების ეროვნულ მოძრაობას არ ეხებოდა, ეს ეხებოდა 1917 წელს საქართველოს რესპუბლიკის შექმნას, რომელშიც აი იგივე პრობლემები იყო და რომლის გადალახვის მცდელობებიც ჰქონდა ტერმინოლოგიურად, ხო? ჯერ იმიტომ რომ არ შექმნილა რაღაც ეროვნული იდენტობის მაიდენტიფიცირებელი, ანუ დრო არ ქონდა, 3 წელი იყო სულ ეს ქვეყანა, ხო? მერე შევედით საბჭოთა კავშირში, ანუ ჩვენ რა მეხსიერებაც გვაქვს, მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ. საბჭოთა კავშირში შევედით და სტალინურ რეფორმამდე როგორც ესეთი აი ამ საბჭოთა კავშირში არ იყო ეროვნული პირიქით. უნდა გამქრალიყო ერები, ეს ლენინის და ტროცკის მოწოდება იყო ცნობილი, ერები უნდა გამქრალიყო და ყველანი უნდა გაერთიანებული უნდა საბჭოთა პროლეტარიატში, მაგრამ სტალინის უკვე 1937 წლიდან მოყოლებული ჩნდება რომ იდეა რომ აი საბჭოთა კავშირი არის ბევრი ერების ერთობა. იმიტომ რომ ყველა ეს ეხლა სტალინი იყო პატარა ქვეყნის შვილი, დიდი ისტორიით და მან ძალიან კარგად იცოდა რომ რას ნიშნავდა მცირე ერისთვის აი ამ დიდი ისტორიის იდენტობა. სხვათა შორის აი პირველი ესეთი ეროვნული ისტორია სტალინის კარნახით დაწერეს ნიკო ბერძენიშვილმა და სიმონ ჯანაშიამ სოჩში. პირველი რედაქცია სტალინს არ მოეწონა, ნაკლებ კომუნისტური იყო და მოკლედ შედგა ეს ეროვნული ცნობიერების მაიდენტიფიცირებელი პირველი ესეთი ტექსტი საქართველოს ისტორია და 50-იანი წლებიდან მოყოლებული სხვათა შორის ჩვენ გარკვეულ გადაჯაჭვას ვნახულობთ ევროპულ ნაციონალიზმთან. ეხლა დღეს როგორია ყველას ლიბერალური ხო ევროპაო ნაციონალიზმი, ანუ როგორც იდეა ზუსტად ევროპაში ჩაისახა.
ხომ 1000 ანუ მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე ნაციონალიზმი იყო ევროპული კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ანუ ლიბერალური ეს სამოქალაქო ნაციონალიზმის თემა იყო ამერიკის შეერთებული შტატების ბუნებრივი მოცემულობა იყო და რატო? ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალური მოსახლეობა ესე რომ ვთქვათ არის რავი აცკეტები და ასე შემდეგ, ხო? ძველი ინდიელი ხალხი, რომელიც მკვიდრი არის. ეს ევროპელები ჩადიან სხვადასხვა ქვეყნებიდან და ნუ აი ამათ ჭირდებათ რაღაც გამაერთიანებელი ნიშანი, რომელსაც უნდა კონდეს აი ამერიკასთან დაკავშირებული რაღაცა და შეიქმნა სამოქალაქო ნაციონალიზმი. დღეს რასაც ჩვენ ბრჭყალებში ვაწვევით, ეს ჩვენი ორგანული არ არის. ევროპაში შეიქმნა ეთნიკურ ნიშანზე დაფუძნებული ნაციონალიზმი. და საბჭოთა კავშირში გვაქვს პროლეტარიატის გარშემო აგებული რაღაც პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ცალკეულ ერებზე არის დაფუძნებული, ოღონდ მთავარი არის, რა თქმა უნდა, მუშათა კლასი. და ეხლა თეკლა მოდი ნელ-ნელა წამოვიდეთ და მაყურებელს ძალიან ვთხოვ, რომ თუ კითხვები გაგიჩნდათ, ხომ? ანუ ძიმე რო არ იყოს ეს და ეს რომნულობა და ეს ნაციონალიზმი ყველა დანიელს ახასიათებს, ჩემო ძვირფასებო, ძალიან ახასიათებს, გაექცევა ხოლმე იქ წყაროების დასახელებით, წიგნებიდან ციტატების არის, ეს არის თემა და ჩაყოლა ბოლომდე, მაგრამ ეხლა ხო, მაგრამ ნახე მაყურებელს დინამიურობისთვის სჭირდება ხოლმე ისეთ ახსნები, ასეთ ახსნები და სტუდენტები რო იყოთ ინტრისას. როგორ მიხარია რომ ლექციებზე არ გიზიوار. ხო, ისე სხვადასხვა ლექციებზე რომ მეჯნენ ბევრი ხალხი კარგი იქნებოდა, ბევრი ხალხი არა, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, იმიტომ რომ დღეს ნაკლები არის ცოდნა თვითონ ნაციონალური თეორიის შესახებ. იმიტომ რომ ეს არ არის, ანუ როგორ აგიხსნათ, ეს არ არის ერთი ადამიანის თავში დაგროვილი რაღაც ემოციური სურვილი. ეს არის თეორია, სისტემა არის ამითი შექმნილი და აი ამ სისტემაში უნდა აი როგორც ეკონომიკური სისტემა არის და იმ ეკონომიკური სისტემიდან ვერ ამოვარდები. ისეთი არის ნაციონალური იდენტობა, ეროვნული იდენტობის, აი ჩვენთან ერთცნებების არეული არის. მოდი ახლა გამოვყვეთ აი ეს ევროპულ ნაციონალიზმს. ნახე, მაგალითებად ახსენი, სად ჩანს, რომ ეს ყველაფერი არეულია ერთმანეთში და ვერ იაზრებს ვიღაც, თუნდაც პოლიტიკაში, გინ ქართულ პოლიტიკაში, გინ მსოფლიო პოლიტიკაში, როცა ნაციონალიზმს და ეროვნულ იდენტობას ურევენ ერთმანეთში. რაღაცა პრაქტიკული პატარა მაგალითი გითხარი ისეთი ტერმინოლოგიის და ყველაფრის უბრალოენ ყველაფრის გარეშე. უბრალოდ ეს არის ერთი სიტყვის თარგმანი. რომელიც ეროვნულიც ასე რომ ვთქვათ გადაჯიშებული ცნება არის, ეს ორგანული ნაწილი არ არის. აი მაქსიმალურად რომ ჩავყვეთ ტერმინოლოგიურად, ინგლისურენოვანი nationalis, ანუ ნაციონ თუ როგორც გინდა გამოვთქვათ, ხო? გამოდი ჩვენთან ჩა. ხო, ორგანული შესატყვისი არის სიტყვა ნათესავი, მაგრამ ნუ ეხლა დღევანდელ რეალობას ვიღებთ. პირველ რიგში მოდი გავიაზროთ კლასიკური ნაციონალიზმი რა იყო, ხო? ეს იყო ფაშისტური გერმანიის პერიოდი, თან მანამდე თეორეტიკოსები მუშაობდნენ მაგრად. და ამასაც ავხსნით ცოტა მოგვიანებით, რატო ეხა პოლიტიკურ კონტექსტს ვამბობ, აი საიდან მოხდა დემონიზაცია ნაციონალიზმის. ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანელების ძირითადად და იტალიელების მიერ ორგანიზებული და არც ბრიტანელები აკლებდნენ სხვათა შორის დღეს რომ ეს ინტერნაციონალიზმის კომპლექსი არის ხო ფსიქოლოგიური რომ აი ყველა ერი უნდა მიიღოს საიდან აქვთ ამ ხალხს იმიტომ რომ აქვთ ტრაგიკული გამოცდილება ნაციონალური იდენტობამ როგორ იმუშავა მათთან ხო ნუ მეორე მსოფლიო ომი რეალურად ეს იყო პოლიტიკური ბრძოლა სამოქალაქო ნაციონალიზმსა და ნაციონალურ იდენტობას ნაციონალიზმს შორის. ანუ ჰიტლერმა რისთვის დაიწყო მოძრაობა, რომ ნუ აი ქონდა იდეა გერმანული რასის უნიკალურობის შესახებ და რომ ის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რასა და ამის გამო დაიწყო ხალხების დაპყრობა. ანუ მთელი იდეა იყო ეს. და ჩვენთან
მისგანაც მივიღეთ მემკვიდრეობა, ეს იყო შალვა მაღლაკელიძე, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ბერიამ კარგად იმუშავა მასთან და ჩამოიყვანა აქ თეთრი გრძელი პალტოც კი ჩააცვა, ეს ნიშნავდა იმას, რომ გაკომუნისტდა, ვითომ მაგარი, ასე რომ ვთქვათ, პიარი დადგა, თანამედროვეობაში პოლიტიკურ პიარს ისე ვერავინ ვერ მოიფიქრებს, ბერია რომ იაზრებდა პოლიტიკურ პიარს, ხო? ამ კაცის თავში იყო ეს პოლიტიკური პიარი. და შალვა მაღლაკელიძესთან სხვათა შორის დაკავშირებული იყო 1990-იან წლებში მონაწილე ყველა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, ხო? ეხლა შალვა იყო ტიპიური ნაცისტური აზროვნების წარმომადგენელი, რომელიც ამბობდა, რომ მე მაინც მუსოლინის ფაშიზმი მომწოვდაო და ესეთ ადამიანთან იყო დაკავშირებული ქართული ეროვნული მოძრაობის ყველა მაღალჩინოსანი და ეს ეროვნული იდეები და ეროვნული ფესვები, ქართველები ჩვენ ვართ ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს რაზეც იყო ხო დაფუძნებული ეს 90-იან წლების ეროვნული მოძრაობა, ინტელექტუალურ რესურსს ნახულობდა შალვა მაღლაკელიძესთან. და ეს ევროპული, ასე რომ ვთქვა, ნაციონალიზმის თემას სხვათა შორის ისე შემოვიდა დღეს როგორც არის, ხო? შენ რა მოგწევს რისი მოდელი, ბრიუსელის მოდელი თუ რა ქვია, იმის ლონდონის მოდელი. მაშინაც იგივე პრობლემა იყო, რომ ეს დაიწყეს მოდელებით ლაპარაკი, ანუ მე ჰიტლერის მოდელი არ მომწონს, აი რობაქიძე უჭერდა, გრიგოლ რობაქიძე მხარს ჰიტლერის მოდელს და რომელიც სხვათა შორის ჩვენი მაშინდელი დამოუკიდებელი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, ყველა მწერლად იცნობს, არა და პოლიტიკოსი იყო და უჭერდა მხარს ჰიტლერის ნაციზმს. აი შალვა მაღლაკელიძე, რომელიც აქ ადვოკატად მუშაობდა, ხარს უჭერდა მაგალითად მუსოლინის ფაშისტურ მოდელს. ეს არის, აი დღეს ახლა გვაქვს ჩვენ ეს დემონიზირებული და აი დემონიზირებული გვაქვს ეს ორივე ნაციონალიზმის თემატიკა და სინამდვილეში ეს იყო მათი აი კულტურული მოძრაობა. ეხლა ვინც ფილოსოფიაში ერკვევა მაგალითად მარტი ჰაიდეგერი უძლიერესი ფილოსოფოსი არის, ის იმან ფაქტობრივად სიცოცხლე დაამთავრა სოფელში, იმიტომ რომ ჰიტლერს უჭერდა მხარს. დღეს ანუ ლიბერალურმა კამპანიამ 92 წლის მერე საბოლოოდ დაამკვიდრა ეს ინტერნაციონალიზმის თემატიკა ადამიანებში, ანუ ეს ყველა ერის წარმომადგენელი მიიღო, შენ ერი არ უნდა განასხვაო, ეთნიკური იდენტობა არ უნდა განასხვაო და ნუ ასე შემდეგ. ეს არის ამის შედეგი და დაამკვიდრდა სამოქალაქო ნაციონალიზმი. ჩვენ ამას ბოლოში ვიტყვი სამოქალაქო ნაციონალიზმი რატო არის ჩვენთვის პრობლემატური და რატომ არის საჭიროო აი ამისი გათვითცნობიერება. სამწუხაროდ ჩვენთან ეხლა უნდა გადავიდე თემებზე, რომელიც შეიძლება, რა ვიცი, ბევრისთვის რთული მოსასმენი იყოს, მაგრამ ალბათ ეროვნულ ეტიმოლოგიაზე აპირებ უკვე საუბარს თუ გადაგიხსნით. ეროვნულ ეტიმოლოგიაზე ნახეთ ვერ ვისაუბრებთ თუ არ ახსენით თეორია სად არის ეს მოქცეული, ანუ წინაპირობა რა არის? ანუ დღეს, აი დღევანდელ საუნივერსიტეტო სივრცეებში და პოლიტიკურ სივრცეებში რა ხდება? ამ ეთნიკური და ზოგადად ნაციონალური იდენტობის თვალსაზრისით. სადაც აი მაგალითად ვიღაცები სწავლობენ ისტორიაზე, იურისპრუდენციაზე, პოლიტიკის მეცნიერებებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და მერე ეს ადამიანები ხვდებიან პოლიტიკაში. და იქ ლაპარაკობენ პოლიტიკურ დღისესტრიკზე. რა არის მათი მიღებული ცოდნა და რას შეიძლება ველოდეთ მათგან, ხომ? ეს არ არის, ანუ ეხლა მე რა წიგნებსაც დავასახელებ და რა თეორიებსაც დავასახელებ, ეს არ არის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. ეს არის ზუსტად იმ საუნივერსიტეტო განათლების შედეგი, რასაც თქვენ ისმენთ, მაგალითად, კარგ შემთხვევაში ისმენთ ტელეიმედიდან
რა ქვია ფორმულადან და ანუ ასე და ასე შემდეგ. მე არ განვიხილავ აქ პოლიტიკურ მხარეს ნაცების და კოცების და ანუ ასე და ასე შემდეგ, არამედ განვიხილავ საერთო სურათს, სადაც ყველანი ასე თუ ისე ჯერდებიან, იმიტომ რომ მათ არ გააჩნიათ რეალური ალტერნატიული ცოდნა და ამ ალტერნატიულ ცოდნას მოსდევს კომპლექსი. მცირე ერის რომ შენ რომ ქართველი ხარ, შენ უნდა მოიხსენო 1-10 უცხოელი ავტორი, რადგან ის უცხოელია და შესაბამისად თუ უცხოელია უეჭველი ჭკვიანი არის და უეჭველი სწორს ამბობს. იმიტომ რომ თუ უცხოელი არის და ის პათოლოგიური დამოკიდებულება აისახა ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში, სადაც მე რო დოქტორანტი ვარ, ხომ? 3 უცხოელი თუ 1 უცხოელი რეცენზენტი უნდა მყავდეს, მე ვარ მაგალითად საქართველოს ისტორიაზე ვიცავ რაღაც თემას. 1 უცხოელი რეცენზენტი უნდა მყავდეს, რომელმაც აპრიორი მაგრად იცის რა არის საქართველოს ისტორია. მაგრამ თუ ეს იქნება დაუშვათ უცხოელი, რომლის ასე რომ ვთქვათ, პოლიტიკური შეხედულება და ჩემი პოლიტიკური შეხედულება სრულიად განსხვავებულია, ჭკვიანი გამოვა ის. მაგალითად, თუ ის უჭერს მხარს აი ნაციონალიზმის გააზრებაში ერიკ ჰობსბაუმს, მე ვიქნები ზეოროსანი სტუდენტი, მაგრამ თუ მე ვიპოვე ისეთი ლექტორი, რომელიც მხარს უსჭერს ჰოსტინგსის თეორიას ნაციონალიზმის შესახებ, მე ვიქნები გენიოსი. სამწუხაროდ ეს დამოკიდებულება ჩვენ საგანმანათლებლო სივრცეში ნაკლებ ყურადღება მისაქცევია, ანუ არ ექცევა ყურადღება, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ განვიხილავთ პრობლემატიკას პოლიტიკურს საქართველოსა და აფხაზეთს შორის, როგორ უნდა დაალაგდეს ეს კონფლიქტი და საერთოდ არ საერთოდ არ არის აი ამ დისკუსში შემოტანილი ნაციონალური იდენტობის ცნება, იმიტომ რომ ვინც ისტორიას ასწავლის წარმოდგენა არ აქვს რა არის ნაციონალური თეორიები და მოდი ახლა ჩამოვთვალოთ. კონკრეტული, აი მაგალითად ერნესტ გელნერი წერს პირველი ესეთი ცნობილი რაღაც ტექსტი, რომელიც ნაციონალიზმის თეორიის გარშემო შეიქმნა, არის ერები და ნაციონალიზმი ერნესტ გელნერი, სადაც მან ივარაუდა, თეორია არის ეს, ივარაუდა რომ ერები იბადებიან კულტურული ნარატივიდან. მეორე, ამას ისე ტყუილა ავყვები, ამის გარშემო მთელი თეორია არის აგებული, რასაც ჩვენ გვასწავლიან. მეორე არის ენტონი სმიტი, რომლის 2 ტექსტი თუ 3 ტექსტი არის ქართულად ნათარგმნი, ხო? დანიელ, ნახე რა მინდა კითხო. შენ ამ ყველაფერს ხსნი ახლა და საუბრო. რა თქმა უნდა, გავრცელდება ეს Facebook-ზეც და YouTube-ზეც, მაგრამ მე მექნება ესეთი შეკითხვა. ტერმინოლოგიებიდან რომ გამოვიდეთ რაღაც დოზით და რაღაცა უფრო ისეთზე ვისაუბროთ, რაც მარტივად გასაგები იქნება, თუნდაც ჩემი შვილის ასაკის ადამიანისთვის. ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ, ნახეთ, აქ ჩვენთან მეტწილად ვინც არის ხოლმე მაყურებელი, არის უფროსი თაობის წარმომადგენლები, დედების და მამების თაობის ხალხი, რომლებაც მეტწილად ეს ყველაფერი თუ კი ტერმინოლოგიურად არიციან, შინაგანად გრძნობენ და ეროვნულად არიან განწყობილები, მაგრამ მე მაინტერესებს ახალგაზრდა თაობისთვის, სადაც იქ Facebook-ზე ნახავენ, YouTube-ზე ნახავენ, თუ აქ ამონარიც ნახავენ, მათთვის რამდენად ხდება დღევანდელ უნივერსიტეტებში და სასწავლებლებში ამ დოზით და ესეთი მაღალი დონით სწავლება ამ ყველაფრის. თუ ხდება და ან რა ფორმულირებით ხდება, მოდი ნახე რა ვქნათ, კომბინაცია გავაკეთოთ, ლექციის სახით იყოს კი ბატონო, მაგრამ კომბინაცია გავაკეთოთ რა. აი მაგალითად თლად ლექციაც არ მინდა. აი ახლა უნივერსიტეტებში მე რაც გითხარით, აი ერნესტ გელნერი და ენტონი სმიტი და აი მესამეს დავასახელოთ ერიკ ჰობსბაუმი. ესე იგი ერნესტ გელნერს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ, იმიტომ რომ ეს მაინც პირველი იყო და აი ამ ავტორის მთელი აზრი არის, რომ ნაციონალური იდენტობა დაფუძნებულია კულტურულ ბაზისზე. მაგრამ ის ამბობს, რომ ერები შეიქმნა მე-18 საუკუნეში. მათ შორის ენტონი სმიტიც და ამ ენტონი სმიტი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მთელი ქართული ნაციონალური იდენტობა, რაზეც ახლა ჩვენ ვჟელობთ და რაციონალურად ესე ესაზღვრება, აგებული არის აი ამ ენტონი სმიტის თეორიაზე, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს შეიქმნა დაახლოებით მე-18 საუკუნეში.
აი ამ თეორიის მიხედვით ესე გამოდის, მაგრამ უშვებენ მიროპე მეთქი ბოდიში, უშვებენ ვარაუდს, რომ რახან ენტონის მიტმა თქვა, რომ მანამდეო, ესე იგიო, შეიძლება ესაც იარსებაო, უშვებენ ვარაუდს, რომ საქართველოს შეიქმნა მანამდეც. ანუ მარტივად შენ რომ ეხლა დღეს იძახი და ჩვენ ბევრი ქართველი გულით რომ გრძნობს, რომ აი დავით აღმაშენებელი არის, დაუშვათ ქართველი ერის დამაარსებელი, იმიტომ რომ თბილისის საამირო დაიბრუნა და დიდგორის ბრძოლა გადაიტანა, მოკლედ ამ კაცმა გელათი დაარსა, მაგრამ შენ ის გეტყვის, რომ აი ენტონის მიტის და გელნერის მიხედვით ეგრე არ გამოდის, იმიტომ რომ ეგენი ამბობენ, რომ ერები შეიქმნა მე-18 საუკუნეში. აი ილიას უნივერსიტეტში მაგალითად ერიკ ჰოფსბაუმი ესეთი ნაციონალისტი თეორეტიკოსი არის, ის პირდაპირ ამბობს, რომ ერებიო მე-19-ში ჩამოყალიბდნენო, ანუ სამყაროში მოხდა ესეთი ფრანგული რევოლუცია, სადაც ეს რელიგიურ ნიადაგზე აგებული მონარქია დაემხო და ეს რელიგიურ ნიადაგზე აგებული ეს მონარქია ჩანაცვლდა, ასე რომ ვთქვათ, სეკულარული ნაციონალიზმით. ანუ ნაციონალიზმი გახდა ახალი რელიგია. მერე შეიქმნა ფრანგები, ისინი თან თუ დააკვირდებით, ჩვენ ევროპაზე ვლაპარაკობთ, დასავლეთ ევროპაზე, სადაც ერთი ანბანი არის და ესეთ დისპუტებში სხვადასხვა მცირე ქვეყნები არ განიხილება, იმიტომ რომ მათ არ შეიძლება ქონდეთ კულტურული ბაზისი. ჩვენთან ჰოფსბაუმი და ეს ყველა ცუდი ის არის, რომ უნივერსიტეტებში აი თეკლა შენი შვილი რო ჩააბარებს უნივერსიტეტში მაგალითად დაუშვათ ღმერთმა დაიფაროს და ჩააბარა პოლიტიკის მეცნიერებებზე, ხო? ან საერთაშორისო ჩვენჯვარი წერია. ხო, შენ შვილს ასწავლიან, რომ ესენი ლაპარაკობენ ჭეშმარიტებას. ანუ როგორც ბიბლიას ისე ასწავლიან და არა როგორც კრიტიკულ აზროვნებას. ოღონდ შენი აზრი არ უნდა გამოხატო, იმიტომ რომ შენ ქართველი ხარ, მე მახსოვს ერთ-ერთ უნივერსიტეტში, როდესაც სწავლობდი, მე რექტორი გახდა ის ადამიანი, როგორ ეუბნებოდა, რომ ჯობია გამოიყენოთ ერთი უცხოელი ავტორი, ვიდრე 10 ქართველი. იმიტომ რომ ის ხო წარმოგიდგენია და ხალხი პირდაპირ ეროვნული იდენტობის მოშლაზეა დანიელ უკვე ორიენტირი. კი, და ეს ეროვნული იდენტობა მარგინალიზირდება რითი? შენ ეთნიკურობის მხარდაჭერი ხარ? ხო, როგორ შეიძლება ეს ნახე პროპაგანდისტულად ისე კარგად აქვთ დალაგებული, იციან ახალგაზრდის ტვინზე ზემოქმედება როგორ უნდა მოახდინოს. და მერე განახებენ შენ ის ნაცისტებს რომ უწოდებენ თავის ზოგი პლეხანოვზე რო არის და ზოგი დიდდიღომში, რომ ნაცისტები არიან ესეთები. მოძალადეები, რომელიც რა ქვია, ხალხს, ეხა ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა, ხო? მასწავლებელი ბიჭი რომ მოკლეს, ასე და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ, ეგენი არიან ტიპები, რომლებიც ნათარგმნი აქვთ Mein Kampf, იმისი ჰიტლერის და ის არის მათთვის წმინდა წერილი. ანუ ფსიქოლოგიურად ეგ არის ამოსავალი. მაგრამ ნაციონალიზმშიც არის უამრავი იდენტობა და უამრავი თეორია ჩართული. ნელ-ნელა მივდივართ ჩვენი პრობლემა რა არის, ხომ? რომ ჩვენ დღეს, შენ რო გამოდიხარ და ამბობ, ხო? რომ ჩვენთვის ეროვნული ვარ, რაც გულისხმობ კაცო ამ ეროვნულობაში, შენ კი არა თეკლა. რას გულისხმობ ეროვნულობაში, მასე კოსტუმის ჩაცმა ყველა შეუძლია, ხო? და რა ვიცი, და ჩოხისაც მინდა გითხრა ჩრჩილმოდებულის. კი, მაგრამ ნახეთ, რას გულისხმობ? ხალხს. სამწუხაროდ ჩვენი რეალობა ის არის და მაყურებელსაც ჩვენსაც მინდა რომ დაინახოს, რომ ხალხს რომელსაც არ აქვს, ბიბლია იმიტომ აქვს წაკითხული, რომ რაღაცაში დაჭირდათ, ბოდიში დამსიტყვა და გარტყმაში არ არიან ქართლის ცხოვრება რა არის და ლეონტი მროველი. ზოგადად რაიმეს, როდესაც წაიკითხავ, დანიელ, აქ მნიშვნელოვანია არა ის, რა ხელა წიგნი წაიკითხე ან რა წიგნი წაიკითხე. და საქართველოს პრობლემა უკვე წაკითხვის გააზრება გახდა.
იმ წაკითხულს გააზრება სჭირდება. თუ ვერ იაზრებს ახალგაზრდა, ვინმე დამხმარი ადამიანი სჭირდება, ვინც ამას სწორად განუმარტავს და კვალზე, ანუ სწორ ნაკვალევს მისცემს, გაუყვალავს გზას. ადამიანს საათს არ აძლევენ უნივერსიტეტში და მე რა ვქნა. ეგრეა ზუსტად. აი მაგალითად, ქართლის ცხოვრება აიღეთ, ხომ? აი მარტივ მაგალითს გეტყვით ხალხმა დღევანდელ საგანმანათლებლო თემაში რა ხდება. და დღეს და ბოლოში მინდა აუცილებლად აღვნიშნო თანამედროვე ეს გამოწვევა, ყველა ეროვნული რო გახდა და ყველა ქრისტიანი და რამის არის პავლეს და პეტრეს ბრჭყალები ბოდიში და გადაუჯოკრონ იმაში აი ახლა თქვენ ნახავთ მაგალითად 12 მაისს რა ის იქნება აქ ზეობა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე არის და ნუ ყველა გახდება მაგის და ანდრია პირველწოდებულის ის რა ქვია ექსპერტი საქართველოს ექსპერტების ქვეყანა არის საერთოდ არა და რისი ექსპერტი ხო აი მაგალითად ქართლის ცხოვრება დანიელ ზოგადად ტერმინი ექსპერტი და რეგალია ექსპერტი ძალიან ბევრმა მოირგო და საერთოდ ექსპერტობასთან ახლოსაც არ არიან ხოლმე რისი ხო აი რისი ექსპერტი შვილო რისი ხო და აი მაგალითად აიღე ქართლის ცხოვრება დღევანდელ უნივერსიტეტში რა ხდება შენ გეტყვიან რომ ქართლის ცხოვრება არ არის შენი იდენტობის ნაწილი იმიტომ რომ ის იყო ნაციონალიზმამდელი ანუ შუა საუკუნეებში არ არსებობდა ქართველი ერი და ეს არის შექმნილი ფეოდალების დაკვეთით. ანუ ლეონტი მროველს როდესაც დაუკეთა ფეოდალმა რაღაც ტექსტი, ეს იყო მისი ტახტის გამყარების საწინდარი. საქართველოს შეიქმნა 1917 წელს. ეხლა რაღაც სიგიჟე აი სააკაშვილი რო ამბობდა ქართველი ჩემი შექმნელი არის, ანუ თავისი მოგონილი კი არ არის ხალხო. ეს არის ამოსული ერიკ ჰობსბაუმის თეორიიდან. რომ აი ერიკ ჰობსბაუმის მარქსისტული თეორიის მიხედვით ეს ერიკ ჰობსბაუმი მარქსისტი იყო, სადაც უნივერსიტეტებში უნდა ასწავლო, მაგრამ კრიტიკულად უნდა ასწავლო და არა როგორც წმინდა წერილი. ამოდიან როგორ რომ აი შენ საქართველოს შემოქმედი ხარ და თუ აი იმ ლოგიკით რომ ვარდების რევოლუციის მერე მოხდა ლიბერალური აქ სამოქალაქო რაღაც წესრიგის დამყარება სააკაშვილი გამოდის ქართველი ერის შემოქმედი და არა მაგალითად დავით აღმაშენებელი როგორც არის წარსული ნაშთი ხომ დანიელ აქ შეგნებულ მავნებლობასთან გვაქვს საქმე ესე იგი კი ბატონო მეთანხმები მე ვთვლი რომ შეგნებული მავნებლობა რადგან როდესაც შეგიძლია ეს კრიტიკული სახით აუხსნა სტუდენტს და ამ დროს როგორც წმინდა წიგნს ისე შეატყუებ და ასწავლი ეს არის უკვე შეგნებულად დამაზიანებელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე ცუდი თეკლა იცი რა არის აი ხანდახან მე ვცდილობ რომ აკადემიურად ვილაპარაკო და რაღაც ის აი ეს მხრცოვანი ბევრი ისტორიკოსი იმდენად პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით აი ნუ არ ვიტყვი კაი მას ცუდ სიტყვას არის იმდენ აი სხვა რამეს ვერ ვუძებნი აი იაღოველები რო არიან ეხლა არავინ არ მიწყინოს იაღოველი ვინც არის აი ტექსტი რო აქვს დაზეპირებული და იმ ტექსტს არ უნდა გადახვიდე ანუ ადამიანს ვეუბნები რომ აი მაგალითად კარჩას როგორც კი გაცდება ბრინჯივით რო იბნევა აი მაგალითად ადრიან ჰოსტინგი ხო არის ევროპელი მკვლევარი? კი. ენტონი სმიტი ხო არის ევროპელი მკვლევარი? კი. ისინი არ ეთანხმებიან ერთმანეთს. მერე? ხო და ესე იგი რაღაცა შეიძლება არ დაეთანხმო, ხო? არა, ენტონი სმიტი გვასწავლებს რომ ეს არის ძალიან ძლიერი თეორეტიკოსი. ბიჭო, თეორეტიკოსია. ანუ მთელი პრობლემა რა არის რომ დასავლური მოდელი, ანუ დასავლეთში მართლა ერები შეიქმნა, მე-18 საუკუნეში. მანამდე იყო რაღაც, რა ქვია, რომის წმინდა იმპერია, გერმანელები ქმნიდა, მერე ავსტრია-უნგრეთი და მთელი ამბები იყო. აქ და ერები საბოლოოდ ფორმდნენ მე-18 საუკუნის შემდგომ. თავიანთი ფულით, გმირებით და ასე შემდეგ. და ჩვენმა გენიოსმა ლიბერალმა თეორეტიკოსებმა რა გააკეთეს პირდაპირ გადმოიღეს მოდელი დააკოპირეს მაგალითად არ გათვალეს ის ამ ქვეყნის რეალობაში და ჩვენს ქვეყანაში რა იქნებოდა არა პირიქით უფრო გათვალეს და შეგნებულად გააკეთეს ეს
აი იდენტობის მაიდენტიფიცირებლად გამოყვანილი არის მაგალითად ერთი ფრანგი ისტორიკოსი არის მეხსიერების ადგილების შემქმნელი. და ეს მეხსიერების ადგილი შექმნა, მეხსიერების ადგილის გარშემო შეიქმნა მაგალითად ფრანგული იდენტობა და რას გულისხმობს ეს მეხსიერების ადგილი? პანთეონს, სადაც დაკრძალული არიან ეროვნული გმირები, ფრანგები. ანუ მე როდესაც ვარ ფრანგი, მე ვიცი, იმიტომ ვარ ფრანგი, რომ იქ არის დაკრძალული მაგალითად ჟან-ჟაკ რუსო, დენი დიდრო და ნუ ასე შემდეგ. ჩვენთან გადმოაკოპირეს იგივე მოდელი და აღმოჩნდა, რომ ნუ ესეთი არის მთაწმინდის პანთეონი. და ნუ ჩათვალეს, ეხლა ილიაც ხო გაალიბერალეს. და ნუ ჩათვალეს, რომ აი ამ ფრანგული ისტორიოგრაფიული სკოლით ძალიან კარგი ვერსია გამოვიდო და ილიას ლიბერალიზაცია და ეს ილია მართალი ხო არის დაკრძალული მთაწმინდის პანთეონში და ქართველი ერი ჩამოყალიბდა მთაწმინდის პანთეონის გარშემო. მაგრამ მე როდესაც ვთქვი, რომ აი კაცო გელათში, ანუ შუა საუკუნეების ქართული ეკლესია არის საძვალე. ეხლა ვინც მრევლია ან ჩახედული არის, იცით რა გულისხმობ. ანუ მაგალითად გელათი რო ააშენა დავით აღმაშენებელმა, თქვა რომ ეს არის განსასვენებელ ჩემდა საძვალე. ანუ შუა საუკუნეების პანთეონი არის ეკლესია. მეხსიერების ადგილი, რომელსაც ინახავს კონკრეტული, აი ხა სიონში როგორც არის ყველა პატრიარქი დაკრძალული, ეს არის პატრიარქების მეხსიერების ადგილი. გელათი არის ქართველ ბაგრატიონთა მეხსიერების ადგილი. სვეტიცხოველი არის ბაგრატიონამდელ და ნუ რა ვიცი, ყველაფრის მეხსიერ ქართული საქართველოს მეხსიერების ადგილი. ეგ არა. იმიტომ რომ მე-18 საუკუნემდე იყო. იმიტომ რომ დასავლეთში ესე იყო და აქ როგორ იქნებოდა ეროვნული თვითშეგნება. ანუ ხედავთ სად მივდივართ, რომ ევროპელების პრობლემა კი არ არის, კაცო, ეს არის ჩვენი პრობლემა. ანუ ჩვენი თვითახქმის პრობლემა. იგივე საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი კომუნისტები ვიყავით ჩვენ, იმიტომ რომ ესეთ არაფერს არ ვთხოვდით, ანუ არაფერს არ ითხოვდნენ ეს კომუნისტები ისეც და ნუ რა ყველაზე მაგარი კომუნისტები ჩვენ ვიყავით. ხო, იმიტომ რომ რა ქვია რაღაცა როგორ თქვა ეს ყველაფერში პირველობა გვიყვარს ქართველებს და ეს პირველობა და ეს წარმოსახვითი მტრების, წარმოსახვითი რაღაცეების შექმნა გვიყვარს, ხო? იგივე აი საპნის ბუშტის ილუზიებში. კი. და ჩვენი თანამედროვე პრობლემა რა არის? რომ მოხდეს, ან მე რას ვითხოვ ხოლმე, რომ კაცო, აი ამ ევროპულ ფარგლებში ეს არაერთხელ კრიტიკულად ვიაზროვნოთ. ხო და არ დამავიწყეს, ეს არის ადრიან ჰოსტინგი, რომელმაც დაწერა ევროპის რეკონსტრუქცია კი არა და ეროვნულობის რეკონსტრუქცია შეიძლება ესეც ითარგმნოს ან ჩამოყალიბება ეროვნულობის, სადაც ეს კაცი აი ქართულად არ არის ნათარგმნი, არავის არ უთარგმნია და პირველად ქართულ სივრცეში დავწერე Facebook პოსტად მე რომ ეს კაცი უნდა ვთარგმნოთ, არის დასავლეთელი, არის როგორც არის კათოლიკე ისტორიკოსი. ის არის პადრე კი არა, ხო მღვდელი არის და არის სამეცნიერო, ანუ ისტორიკოსი, რომელიც დასავლეთზე წერს, რომ აი ამ დასავლეთში ძალიან კაცო კაი ხალხი. ანუ ეს ნაციონალისტური იდეოლოგიები რო არის ამ ლიბერალურად, მარქსისტულად გაგებულია, ეს კაცი ამბობს, რომ ნაციონალიზმებიო შეიქმნაო მე-18 საუკუნემდეო, მაგრამო ამ ნაციონალიზმის იდეის მთავარი მაპროვოცირებელი ძალა იყო ქრისტიანობა. იმიტომ რომ ის მისდევს რომელიღაცა ისტორიკოსის ხაზს და ანუ ჩვენთვის რატო არის საჭირო ჯერ სამედა მართლა კაი ტექსტი არის და ეს რომ თარგმნოთ აი ამათთან უკვე გამიჩნდება სალაპარაკო, ნუ ინგლისურად არავინ არ მიაქცევს ტექსტს, იმიტომ რომ ანუ ამათთან ოპონირებისთვის საუკეთესო საშუალებად მიგაჩნია შენ ეს ნაწერი ალბათ, ხო? იმიტომ რომ ეს კაცი ამბობს იმას, რის თქმაც მინდა ხოლმე მე ყოველთვის, რომ ჩვენი ერი ჩამოყალიბდა ზუსტად ქრისტიანობის გარშემო და რატო? ქრისტიანობა რომ შემოვიდა საქართველოში, ეს ასომთავრულ ამბანზე ჯერ ფილოლოგების აი ფილოლოგების მთელი პრობლემა რა არის, რომ უძველესი უადრესი წარწერა არის ბოლნისის სიონის წარწერა. მე ვეკითხები ხოლმე ქართველ ფილოლოგებს უმეტესობას, რომ აი უცბად ვიღაცას გაუნათდა გონება
და დაიწყო ქართული ასომთავრული ანბანის ამოტვიფრა ბოლნისის სიონის წარწერაზე? თან აი ის და წინაპირობის გარეშე უცებ გაჩნდა? კი, მაგრამ აი მანამდეც ხო იყო კაცო. მაგრამ ნუ ჩავთვალოთ რომ მანამდე რა ქვია რამაზ პატარიძეს აქვს კიდე ეს ქურუმთა ენა და ძალიან უკან ჩადის, მაგრამ თლად ანუ რაღაც საშუალო წერტილი მონახოთ. ნუ ჩავთვალოთ რომ აი გავყვეთ ადრიან ხოსტინგის თეორიას. ანბანი წარმოიდგინეთ კავკასიის რეგიონი, კავკასიის პრობლემა ხო ცალკე არის. აი ამად ვერ შევაგნებინე რომ აი მარტო საქართველოს არ შეიძლება როგორც მარტო სოფელში მცხოვრები კაცი ვერ გაძლებს ფიზიკურად ისე, ანუ არ ცხოვრობ კაცო, მარტო ცხოვრობ კავკასიის რეგიონში, გახვევია 3 კი, 1 კი არა, რამდენი ერი, ხო? ტიპები გარტმაში არ არიან, ჩერქეზეთი რო ყავს მეზობლად და ჩეჩნეთი და კადიროვი ის რო გონიათ, რა ქვია, ალიასკას მეზობლები. ეს ჩვენი პრობლემა არის საგანმანათლებლო. თესეუში ძალიან ბევრი ვიცი სტუდენტი დაჩაგრეს იმის გამო, რომ მან ახსენა რა სიტყვა კავკასია. და რა ქვია თესეუში სახელმწიფოს დაფინანსებით ეს ეხლა ევროპის დღეები ხო არის 9 მაისსაც და ეს რაღაცა ორგანიზდება და ევროპა და მეც მივდივარ იქ ხალხო, მაგრამ ნახეთ მე ვკითხულობ კამიუს, მე ვკითხულობ კამიუს არც ის, მაგრამ ნუ აი ევროპა არის კაცო. ჩვენ ვართ კავკასია, მე ვარ ქართველი, მასთან და მე ვარ კავკასიელი. ხო, ნუ სად ვიყავი? თავარი. რომ ამ ტექსტს რომ თარგმნით ჩვენ, წარმოიდგინეთ კავკასიაში შეიქმნა 3 ენა. ანუ ჩამოყალიბდა 3 დამწერლობა ქრისტიანობის გამო. ეს ადრიან ჰოსტინგი ანუ ძალიან ჭირვეულობ, ძალიან იჭაჭება რომ ეს ქრისტიანული იდენტობა ევროპელებო არ დაივიწყოთ. აი ეს არის მთელი ამ ტექსტის მიზანი. და ჩვენ ეს გვაქვს ისტორიაში პირდაპირ. რომ საქართველოს სომხეთი და ალბანეთი მისგან გადმოღება არ გჭირდებოდა არანაირად. ანუ ერთ მოცუცკნულ რეგიონში, კავკასიაში უცბად გაჩნდა 3 დამწერლობა 3 ენით ქრისტიანობის გამო. ალბანეთი რატო გაქრა? დღეს რატო არის აზერბაიჯანი იქ? იმიტომ რომ ალბანელები გადავიდნენ სომხურ დამწერლობაზე, ისა სომხურ ანბანზე და სომხურ ენაზე და ერი გაქრა. ერი რომელიც ყველაზე იყო, კი, კავკასიაში ყველაზე დიდი ერი იყო. და დღეს არის 2 სოფელი, 2 კინკილა სოფელი, ერთი აზერბაიჯანში, მეორე საქართველოში. იმ ერიდან წარმოშობილი ხალხიდან, ნახე. აქ პრობლემა რა არის? ეხლა მეორე ფლანგი, რო ვამბობ ამას, რომ აი დამწერლობა შეიქმნა და დამწერლობა ქრისტიანობის გამო ნუ მოხდა ჩაწერა, ჩვენ კაცო უძველესი ხანიდან მოვდივართ, მესმის ხეთური ზეპირსიტყვიერება და ხეთური ტექსტები რომ გავს მეგრულს, მაგრამ მეგრელები არ წერდნენ იმ პერიოდში. ჩერქეზებსაც აქვთ იგივე ზეპირსიტყვიერება, ეხლა მალე გამოვა მაგარი თარგმანი ჩერქეზული იქ ნახავთ კავკასიურ ხასიათს. ნუ ვინც აიკითხავს. ნუ ეხლა ვინ დასავლეთს კი არა და აი დასავლეთს ვინც კითხულობს, აი ყველას ვთხოვ რომ წაიკითხოს ევროპის დაბადება, ჟაკ ლეგოფის, ანუ გაიგებთ რა არის ევროპა. დანიელ, ნახე ლიბერალური ფლანგის პრობლემა არის ის, რომ უყურებენ, ნახე შეიძლება ძალიან წიგნებში ჩაკარგული იყოს ახალგაზრდა, მაგრამ ცალმხრივი ფასად ნახე მეორე ალტერნატიულ საწინააღმდეგოს არ კითხულობს იმისთვის, რომ მე შესადარებლად შეეძლოს რაღაც სწორი დასკვნების გამოტანა. ყველას ვერ ვიტყვი რომ გაუნათლებელია, ყველას ვერ ვიტყვი რომ უციგნურია და წიგნის წაკითხვა არ უნდა. ამას ვერ დავაბრალებ დღევანდელი თაობა, როგორც ვუყურებ დანიელ ძალიან წინასწარი გათვლები აქვს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. 14-15 წესებში იწყებენ უკვე ფიქრს, საომალოდ რაზე ისწავლონ, როგორ იყვნენ პროდუქტიულები. ეს ინტერნეტ სამყარო მოიტანა კი ბატონო და თუ კი გონიერია მშობელი და სწორი ფორმით მიაწვდის რაღაცას თავის დროზე ბაზის შეუქმნის, მისი შვილი არ დაიკარგება, მაგრამ პრობლემა ერთადერთი ეგ არის, რომ კითხულობენ ან მხოლოდ აქეთ ამხარეს, ან მხოლოდ აქეთ ამხარეს. ორივე რომ წაიკითხონ, ორივე რომ გაიაზრონ შესადარებლად, უკეთესად სწორ დასკვნებს გააკეთებენ. მე ამას ვამბობ ხოლმე ყოველთვის. ცალი მხრიდან რო უყურებ მედალს, შენ ვერ იქნები უკვე მართალი, ვერც ობიექტური და სწორ დასკვნას ვერ გამოიტან. ხო, აი ამ ახალ თაობას, რომელსაც არ გაუვლია, რას ნიშნავს იყო არადამოუკიდებელი, ანუ სახელმწიფო არ გაგეცეს, არ იციან. ეს
ნახეთ რა განცდა აქვთ რომ საქართველოს არის დამოუკიდებელი დანიელ ამათ აი ზუსტად აღქმა აქვთ რომ არის თორე ეს ფურცელზე არის ფურცელზე არის მე სხვა რამეს უფრო უნდა გავამძაფრო აღქმა აქვთ რომ ეს არის მუდმივი პროცესი ეს ფსიქიკური მოცემულობა არის ანუ ხანდახან მეც მაქვს ეს განცდა რომ საქართველოს არსებობა არის მაგრამ უცბად რაღაც საერთაშორისო პოლიტიკამ გადაწყვიტა რომ კავკასიის რეგიონი მოდი გავაერთიანოთ რა ცადოთ ეს ადმინდი ხარ რა არ გაუერთიანებიათ საუკუნეების განმავლობაში ხო და აი ამათ გონიათ რომ ისტორიული მეხსიერება უნდა მაგ ყველაფერს წაშლი ვინასწავლის ახლა ისტორიის მეხსიერებას დანიელ წლების განმავლობაში ჩემი თაობაც და შენი თაობაც სწავლობდით გაყალბებულ ისტორიას თითქმის სულ ხო ნახე როდესაც მკვლევარი ხარ და უკვე ისტორიას სიღრმისეულად ეძიები შენ უკვე ეძებს სხვადასხვა წყაროებში და უფრო მეტი იცი ამ ყველაფერზე თორე ჩვენ თაობას როგორ გაყალბებულს გვასწავლიან ხო კარგად იცი ისტორიას კულტურას აი მე რო რაღაც ისტორია აი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ვიტყვი სკოლაში მეტნაკლებად კრიტიკულად ვისწავლე ისტორია მაინც მე-18 სკოლელი ვარ ხო და ჩვენ სპარტაკ ზიქარიძე გვასწავლიდა მაგარი კაცი იყო აი მაგან შემაყვარა პირველად ისტორია მაგრამ რატო შემაყვარა რა უნდოდა კაცო ვიქნებოდი ის რა ქვია ამ ბუღალტერია და ციფრული მარკეტინგის შემქმნელი ანუ მთელი პრობლემა რა ბუღალტერია სხვა შეეტენოს კაცო შენ საქმე გაქვს ისეთი საკეთებელი კაცი მკვლევარი ხარ და ამდენ რაღაცას ეჭიდები ამდენი რეგალია გაქვს დაანებეთ უნივერსიტეტებში როგორ ისწავლება ისტორია ეხლა მე სემინარიაში ვისწავლე ისტორია შენ გენაცვალე ჩვენზე მაგარი ერი არავინ არ ყოფილა მაგრამ ნუ აი რა ვიცი ეხლა სემინარიაში ხო ვისწავლე ნუ არავის არ უყვარდა მე-16-მე-17 საუკუნეების ეკლესიის ისტორიაზე ლაპარაკი არავინ არ გველაპარაკებოდა ო რატო ეხლა ამ მაყურებელთან გასარჩევი არ არის ეს მე-16-მე-17-ზე რატო არა იცით რატო არ გველაპარაკებოდნენ სამღვდელოებმა კითხვა არ იცოდა და როგორ უნდა მონათლულიყო ბავშვი არც ეგ არ იცოდა და მთელი ამბები არის რა და მე აი რატო დაიწყო სულხან-საბამ და იმებმა ფიქრი გადაწერები მეცადინეობებია რატო დაიწყეს რომ არ დაკარგულიყო და რატო დაიწყო ეს აქტიური განათლება ხომ რის გამო იმიტომ რომ მანამდე არაფერი ანუ დაივიწყეს ფეხებზე დაიკიდეს იმიტომ რომ ნუ რაღაც ფული ქონდა რაღაც კარგად იყვნენ გულაობდნენ და იქ თურქეთი ოსმალებთან იყვნენ შეკრულები და მოკლედ არ მინდა რა მაგის ხსენება იგივე პრობლემა გვაქვს ჩვენ ანუ რაღაც მუდმივობის განცდა გვაქვს რომ აი მაგალითად დედა რომელიც მიყვას ბავშვს აი ევროპულ სკოლაში მან იცის რომ კარგ სკოლაში მიყვას ან ბაქსფუდი ანუ არავის არ ვაკრიტიკებს სადაც გინდათ იქ მიიყვანენ თქვენი შვილები მაგრამ იქ ნუ ასწავლიან თანამედროვე მოწინავე რაღაცებს ნუ ძალიან მაგრად და ნუ უმეტესად მაგრამ აქ ერთ უბედურებას გეტყვი დანიელ ხო აქ უკვე მშობლის პოზიციიდან ვუპასუხებ ამას შენ ჯერ ძალიან პატარა ყავს ბაღში დადის შენი შვილი და ამიტომ ეს პრაქტიკა ვერ გექნება დღევანდელობაში მაგ კუთხით რა ხდება ყველაფრის მიუხედავად თუნდაც მაგ ფასიან სკოლებში 10.000-ს რო იხდიან კერძო სკოლებში მე ვთვლი რომ მშობელმა კერძო სკოლაში ერთი თეთრიც კი არ უნდა დახარჯოს და რატომ საქართველოს განათლების სისტემის ხარვეზებიდან გამომდინარე დღევანდელობაში არ არსებობს მომენტი რომ მშობელს ბოლო 2-3 წელი რეპეტიტორები არ დასჭირდეს თუ მაინც რეპეტიტორები უნდა დასჭირდეს ისწავლოს ბავშვმა საჯარო სკოლაში თუ მაინც ფული უნდა ხარჯო ბოლო 2-3 წელი მშობელმა რატო უნდა გადაყარო ეხლა ამდენი როცა შეგიძლია სხვა კუთხით თუნდაც ბოლო წლებში გამოცდებისთვის მოამზადო ბავშვი და თავში რაღაცა ჩაუდო ის თანხა ამაში ჩადო ისიც დახარჯო ეგ აღარ მესმის მე გააგრძელე თემას აგაცილე არა ეგ ერთი შედეგი არის ეხლა მეორე შედეგზე გეტყვი მე ამათ გონიათ ყველას რომ ევროპაში ყოველთვის იქნება აი ესეთი ლიბერალური მიდგომა ანუ ყველა ეთნოსი რომ შევაშიგნით ხომ ყოველთვის გონიათ ანუ მაგალითად სანზონაში ერთ-ერთ სასადილოში ვიყავი ჭამდი ფიჩინს და
შემოდიან დედაშვილი და მეორე დედაშვილი და ლაპარაკობენ ინგლისურად და მე თქვი ალბათ ინგლისელები არიან სანზონაში. ეხლა სანზონა დიდი ევროპული სივრცე ორი უნივერსიტეტია ხალხო ევროპის ორი უნივერსიტეტია სანზონაში. ხო და სანზონა ევროპაა ნამდვილად. ხო და ლაპარაკობენ ინგლისურად და რაღაც ჩუმათო არც უსმენ ის და გონია რომ არიან უცხოელები. აღმოჩნდნენ ქართველები. ანუ ის რაც ტროცკი ნატრობდა ხომ ვერ მოახერხა ტროცკიმ რომ ეს ქართული ენა და ისინი დავიწყებოდა და კომუნისტები რაზე ჩალიჩობდნენ რა და რაზე შეიწირა ბევრი ადამიანი რომელიც ყველამ დაივიწყა დღეს ქართული ენის გამო რომ რამდენიმე ათასი ადამიანი რომ ასეული უკაცრავად რომ ჩახოცეს კომუნისტებმა ქართველები ენის დაცვის გამო და მათი შთამომავლები დღეს ხომ თავისუფლად ამბობენ ქართულ ენაზე უარს და ყოველთვის გონიათ რომ აი ჩემი შვილი თუ ისწავლის ციფრულ მარკეტინგს ან რა ქვია პროგრამირების აწყობას უცხოეთში შეძლებს მუშაობას მუდმივი არაფერი არ არის ანუ უცხოეთში რომ ჩადიხარ რაღაცა იდეის დონეზე გრძნობ რომ შენ იქაური არ ხარ ხო ეხლა აი ამერიკა დაიწყო უკვე ეგ პროცესი რომ ამერიკა რო იტყვის ემიგრანტები აღარ გვჭირდებაო ხო მაგრამ დაიწყო მალე დაიწყებს ევროპაც ანუ რაღაც კოლაფსი მოხდება და ეხლა რაღაც მოდურად და ტრენდულად რო არის ქცეული აბუდაბუში ამ სილაში დაბადების დღეების გადახდა იქ ხო რასამო მიგვიღებენ რა აი იქ ყველაზე დიდი გამაერთიანებთ კაცო თუ სილა უნდათ აგერ გარდამის მიმდებარე ისეთ კაი სილა არის წავიდნენ და სათამბჯენი აი ჩვენაირი სნობი ჩვენ აი ამას აღწერს არა მე დანიელ იცი რა გჭირს და ყველაზე დიდი პრობლემა რა არის ზუსტად ეგ არის რომ საკუთარს არ ვაფასებს და სხვისას ვაღმერთებთ ყოველთვის ეგ გჭირს დაგასწავლი კი ამას ლაპარაკობს ხალხო გიორგი მთაწმინდელი გიორგი მცირე დავით აღმაშენებლის მემატიანე ყველანი ამას ლაპარაკობენ და სამწუხაროდ აი საჩხერეში იტავა აბა რა მაგრამ ის აბუდაბუში უნდა წავიდნენ რა და ჩვენ მე აი ესეთ პოლიტიკური ის არის ხომ შექმნილი აი ტერმინოლოგიურად ხმაურობ აი ეს პროვინციალური დამოკიდებულება მენტალური პროვინციალური დამოკიდებულება გვჭირს ჩვენ პოლიტიკური და შენ ფიქრობ რომ ჯანსაღად როგორ ჩამოაყალიბო ნაციონალური იდენტობა და სიტყვებს უაბრახუნებენ ხო ხუთ სიტყვაში ერთხელ ჩვენ ვართ ეროვნულობი ჩვენი იდენტობა არის ქრისტიანობა ეხლა სახელმწიფო კი არა და მთავრობის ბევრმა წარმომადგენელმა უკვე დაიწყო ესეთი საუბარი ეს ერთის მხრივ კარგია მაგრამ რას გულისხმობთ ხომ რომელ ქრისტიანობას ანუ რა შინაარს გულისხმობ ქრისტიანობაში და მე როგორ ანვითარებ ამას ნახეთ უნგრეთი ყველაზე მაგარი ქვეყანა იცით რატომ არის რომ როდესაც დაიწყეს უნგრული იდენტობის ჩამოყალიბება პირველი რაც შეიქმნა ესეთი მნიშვნელოვანი ეს იყო ეგრეთ წოდებული თავისუფლების მოედანი სადაც ერის დამფუძნებელი მამების ქანდაკებები დადგეს აი ძალიან დიდი არის ძალიან ლამაზი არის და რომელი არის იქ მთავარი წამყვანი მეფე ინშვანი რომელიც მოღვაწეობდა მე-10 საუკუნეში და უნგრეთი ჩამოაყალიბა ზუსტად მაგან იმიტომ რომ მიიღო ქრისტიანობა და ნახეთ როდესაც სახელმწიფო დგავს რაღაც კონკრეტულ ნაბიჯს იმას უნდა ახლდეს ეგრეთ წოდებული აღმნიშნელი ეხლა მარკერს რომ მეძახიან ხო ეს მარკერი აღმნიშნელი არის ქართულის შესაბამისი მაგის ვიხმაროთ აღმნიშნელი ანუ ის სააკაშვილი რო დაატარებდა ძეგლებს აქეთ-იქით მუამი კი არ ქონდა უბრალოდ დგავდა აღმნიშნელს რადგან მან იცოდა რომ ფრანგული სკოლა მეხსიერების ადგილების შესახებ არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგან კი არ იცოდა იმაურჩიეს
რამდენიმე მერე ილიას უნივერსიტეტი რო შეიქმნა იდეოლოგები ყავდა გარშემო დანიელ კი სერიოზული და ამიტომ არის რომ დღემდე ვერ გამოვდივარ და ვაგრძელებთ ხომ ესე იგი მე რო ვამბობ ის არ არის ქრისტიანობის ანუ ჩვენი ეროვნული იდენტობა დაფუძნებული არის ქრისტიანობაზე და ვაზის უბანში რა ქვია 5 კვადრატულ მეტრზე ეკლესიას რო აშენებ ეგ არ არის ქრისტიანობის აღნიშვნელი ეს იმის აღნიშნულია რომ აი დღეს წმინდა ნინოს ქანდაკება ძალიან დიდი რამდენმა იცით სადგას ბევრმა დარწმუნებული ვართ იმდენ რომ ბელუქსი ეფარება ჩემთან ახლოს ძალიან აი მთელი პრობლემა აი უნიკალური ძეგლი დგას ეგ შეიძლება ჯერ თბილისში ვინ დადგა ბელუქსის ზრუხა მოაფარეს ზემოდან კი ანუ სანამ ჩვენ ქვეყანას აი წმინდა ნინოს ბელუქსის ძროხა ეყოლება ამოფარებული მანამდე არაფერი არ ეშველება ჩვენს ერთ და დავრჩებით ანუ ნახეთ როგორი ლაპარაკი ანუ როგორ ლაპარაკს ითხოვს ხო ხალხი მე პირადად იმ ქალბატონს არაფერს არ ვერჩი მაგრამ ურჩევნიათ უყურონ ქეთი ეგიდუნაშვილის ვიდეოებს ასევე რა ქვია რომელიღაცა ფორმულას პოლიტიკოს და არ მოისმინონ კრიტიკული აზრი ანუ ესეც საზოგადოება პროტესტი არავის არ გიჩნდებათ რომ აი წმინდა ნინოს ქანდაკებას ამოფარებული არის ბელუქსის ძროხა კარგით რა და მე ვლაპარაკობ ქრისტიანულ იდენტობაზე და ბოლოს ძეგლებს რომ დაატარებდნენ აქეთიკით ანუ დავით აღმაშენებელი გაიშნიკივით გიდგა საგერ თბილისის შემოსასვლელში მე ხუმრები ხო ნუ ეხლა ეგ თბილისის შემოსასვლელი არ იყო იმიტომ რომ თბილისის შემოსასვლელი იყო თავისუფლების მოედანზე ის გვალი რაღაცები რო არის ციხის გალავანი არის უნდა იდგეს სოლოლაკში დავით აღმაშენებლის ძეგლი ეგ არის მაგის სწორი მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენ რო ყოფილიყავით უნგრელებმა რაც გააკეთეს ნუ შეიქმნებოდა ერთი მოედანი სადაც დადგებოდა ქართველი ერის დამაარსებელი მამების ქანდაკებები სადაც მეხსიერების ადგილი შეიქმნებოდა პირდაპირ მნიშვნელობით სადაც დავით აღმაშენებელიც იქნებოდა მართლა გაიშნიკივით რომ დგას წმინდა ნინოს სადაც დამალული არის ან თბილისში რა უნდა კაცო წმინდა ნინოს ქალი არ ყოფილა თბილისში გავლითაც კი არ ყოფილა არა მცხეთა და ნუ კახეთი არ ყოფილა ნუ ეხლა ჰაგიოგრაფიის მიხედვით და ნუ ეხლა სამცხე ჯავახეთიც უნდა აუნის ეგეც საკითხავია საიდან შემოვიდა წყაროწოდები გვიანდელი ცნობები არის და ნახე ეგ ისტორიაში ჩვენ მას არ გვასწავლიდნენ თავის დროს ხო ისტორიაში ბევრ რომელს ასწავლიან რა ქვია ვერააზრებინებენ რა არის უადრესი მნიშვნელოვანი კი არა და უადრესი წყარო აი ამ წყაროების კრიტიკული გააზრება და ის ნუ ეხლა იმ წყაროს მიხედვით სადაც წმინდა ნინოა თბილისში კი არა რა ვიცი შეიძლება დიდუბეშიც იყო მოგზაურები და ნუ სადაღარ მაგრამ არ არის წმინდა ნინო სადი ანუ ნახეთ ჩვენი ქართული იდენტობა წმინდა ნინო რომელმაც მოგცა ჩვენ ქრისტიანული იდენტობა რომლის ანუ გარშემოც გაერთიანდა ქართველი ქრისტიანული ერი ამოფარებული ყავს ბელუქსის ძროხას ეს ნიშნავს ეს არის ქართველი ერის სახე მოგწონს თუ არ მოგწონს ხო და მთავრობას ხელისუფლებას ეხლა პირდაპირ არ მიყვარს ხოლმე თქმა რომ არ აინტერესებს ანუ ჯერ უნდა გავაგებინოთ უთხრათ რომ აი მაგალითად ის რო არის 60-ის გვრიტები ფილმი გოდერძი დანიელ ეს ხალხს უნდა ვუთხრათ და ველაპარაკოს თორე იმათ რომ ვეღარაფერს გავაგებინებთ მაგაში დარწმუნებული პრესტიჟი ის ყველაფერი ანუ ნახე მე რა პრობლემა მაქვს შენ რომ ამბობ რომ მე ვარ ეროვნული ვარ მე ქრისტიანობა არის ჩვენი ბაზისი რას აკეთებ ქრისტიანობისთვის სამება აშენეს ერთი გასაგებია ძალიან კარგია დიდია მაგრამ მთელი ტაოკლარჯეთი აშენა რა ქვია რამდენიმე მეფემ კარგით რა ნუ და საერთოდ სვეტიცხოველი აშენა ბიზანტიის იმპერატორმა ეს ბევრისთვის სხვათა შორის უცნობი ფაქტი არის და ანუ რაღაცეებზე გვჭირდება დალაგება ნახეთ მე რო ვამბობ აი იაკობ მოციქული ამბობს ძალიან კარგად რომ წმენა არაფერი არ არის თუ საქმეები არ ახლავს რა საქმე გაქვს შენ ჰა აი შენ კი არა თეკლა აი ეხლა შენ ისტორიული შეკითხვა იყო მივხვდი ხო აი თეკლა მაგალითად მომიწვია პირდაპირ ეთერში მაგრამ არ ჩამრთო აი იგივე სიტუაცია არის შენ რომ ეცილის სამება მაგალდა ეხლა მოისვენე მე ვარ ქრისტიანი
ხომ და ნუ ჩემი ეროვნული ცნობიერება ქრისტიანობაზე არის დამყარებული. იმდენი მაინც მოახერხო რომ ბელუქსი არ მოაფარო ნინოს და საადმე მცხეთაში წაიღო და იქ ნუ გადაიტანო. კაცო, რა პრობლემა არის წმინდა ნინოს ძეგლის გადატანა ხეები დაცურავდნენ შუა ზღვაში? ნუ არ არის ხო პრობლემა ეს? ნუ სააკაშვილის დროს ძეგლები დადიოდნენ. ამის დროს ისინი ხეები დაცურავდნენ და ეხლა საოცარი ხალხი ვართ ქართველები. დადიან უკვე კომიკური სიტუაცია გვაქვს ჩვენ და ამ დროს ნუ რაზე ვფიქრობთ ხომ? დღეს რა არის აქტუალური? დღეს ჟურნალისტი, თეოლოგი, პოლიტიკოსი ნაკლებად, მაგრამ ნუ ჟურნალისტები და თეოლოგები ყველანი კოლექტიურად იქცნენ მკითხავებად. ვინ გახდება პატრიარქი? ანუ და ესენი გვაინტერესებს და ის არ გვაინტერესებს ჩვენ რომ აი ჩვენ რას ვაკეთებთ ქრისტიანები რომ ვიყოთ, ხომ? და არ ვაკეთებთ ამდენად მივაგებთ პატივს იმ სიწმინდეებს, იმ ეროვნულს, იმ რელიგიურს, რაც დაგვიტოვა წინაპრებმა და დღეს ხვალ რა აგურს დადებ, თუ კი წარსულის პატივისცემა, სიყვარული და დაფასება არ გაქვს, ხვალზე რაც გინდა ისააგე. შენ წარსული თუ დაკარგე, რაღაც გინდა, რა მომავალი გინდა რო გქონდეს. ფესვები მახსენდება ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ. ფესვები და მე იცით ხანდახან რის თუ მიჩნდება ის გოდერძი ჩოხელის სამოთხის ბრიტები რომ არის. აი დაასვა უნდა ეს პოლიტიკოსები და ასწავლა აბა ქართველი ერი რომელი წმინდანის გარშემო ჩამოყალიბდა ყველას ერთად უნდა წმინდა ნინო. აი ეხლა 12-ში ხომ არის ის რა ქვია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე დარწმუნებული ვარ ყველანი ირბენენ კელაპტრები ჯვრებით და რა ქვია გადახეხილი მუხლები. რა მოვლენა იყო ქართულ ქრისტიანულ რელიგიაში, ვინ იყო, რას წარმოადგენდა იმის ისტორია, დარწმუნებული ვარ 80% შეკითხვები რო დაუსვა გაგიშტერდებიან და ვეფშე გეტყვიან დანიელ. ქართველი ისტორიკოსები გეტყვით რა სიტყვიან რომ ეგ არის გვიანდელი წყარო და არარელევანტურია. ანუ ქართული ისტორიკა კრიტიკულად მოაზროვნე ისტორიკოსი მაგას იტყვის რომ ანუ ეს არის რელევანტური ბიჭო რომში თუ რელევანტური არის პეტრე მოციქულის აპოკრიფი ჩვენთან რატო არის არარელევანტური ანდრია მოციქულის შესახებ აპოკრიფი დააკავშირე ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან ანუ ცნობისთვის ეხლა ეს რატო ვთქვი პეტრე მოციქულის და ასე რომ ვთქვათ იდენტობის ქვეშ რო არის რომის ეკლესია, იმიტომ არის რომ პეტრეს შესახებ არის დაწერილი აპოკრიფული ტექსტი. ეს აპოკრიფული ტექსტი არ არის ცუდი, არის კარგი. დანიელ დედა ჩემი გვიწევს გურამ ქართველი შვილი იქნება ის მიცავსეც არ იტყვისო არაფერს. ხო, და ჩვენთან ეგ არარელევანტური არის. რომ ანდრია მოციქულის აპოკრიფული ტექსტი არარელევანტურია ჩვენთან, დასავლეთში რელევანტურია. ну აი ესეთი პათოლოგიური სამწუხაროდ თუ ეს არ გავაცნობიერეთ თითოეულმა ჩვენგანმა ანუ მრევლის ფუნქცია რა არის უნდა გავიაზროთ მღვდლის ფუნქცია რა არის პოლიტიკოსის ფუნქცია რა არის ხომ დღეს როლები აღრეული არის მრევლის ფუნქცია არის დაესწროს წირვას და დღეში ერთხელ მაინც აიგითხოს ერთი თავის ახარება ხომ რო ჩამოარეკრეკებენ ხოლმე რა ქვია კომენტარებს და დაუმთავრებლად რომ კითხულობენ ხომ ის დამპალი ეს საზღარი ეს მოდი რა წაიგითხე აპლიკაცია არის დავით გოგოლაძის მიერ შექმნილი ყოველდღიური საკითხავის ახარების წაიგითხე რა არაფერი არ უნდა ვითომ პოსტ კითხულობ ძალიან კარგია პოლიტიკოსმა უნდა იპოლიტიკოსოს როგორც ეხლა ნაწილი პოლიტიკოსების გაიყო ზოგი რა ქვია ბუღალტრაძის ზოგი მკითხავაძის ვინ გახდება პატრიარქი და ნუ ტელეჟურნალისტები საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას მაგალითად ეხლა ხან 8 კაცმა რომ მოკლა ქართველი ბიჭი ეგ არ გაუშუქებიათ ანუ ქართველი ერის მთელი პათოლოგია არის ის რომ არ ვანიჭებთ ძირითად პრობლემას უპირატესობას ანუ ჩვენი მთავარი პრობლემა რა არის რომ კრიტიკანუ რა არის მნიშვნელოვანი ხო მე რომ ვამბობ რომ მე ჩემი ანუ იდენტობა არის ნაციონალური ქრისტიანობა ეხლა მაინც უფრო გავაღრმავე ხომ კეთილი უნდა ვინებო მე
ვიშოვო ფული და ვთარგმნო ადრიან ჰოსტინგის ეროვნულობის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ამით ერთ აგურს დავდებ აი ამ ნაციონალიზმის ჩამოყალიბებაში. პოლიტიკოსმა უნდა შეიბერტყოს ყური და არა მხოლოდ პოლიტიკოსმაც, სასულიერო პირებმაც და ბელუქსის ძროხა რო არის ამოფარებული წმინდა ნინოს ქანდაკებას, კეთილი უნდა ინებო და გადაიტანო მცხეთაში ან ის ბელუქსის რა ქვია რაღაც შენობები რო არის, ჯერ რა უნდა მან კაცო გიждები სად არქეოლოგიის მუზეუმი, საწმინდა ნინოს ქანდაკება და სად დიდუბე და ის დისპეჩერი დავით აღმაშენე სიცხვილი არის, ერის სიცხვილი არის, ხო და ესე რო დავლაგდებით მე ნახე პოლიტიკოსები თუ კი ამას აი თუ კი არა მე ვთვლი მე გეუბნები პირობითად შენ თორემ მე ვთვლი რომ ამას შეგნებულად აკეთებენ თუ კი შენ თვლი რომ ესენი ამას შეგნებულად აკეთებენ ან არ აკეთებენ სადღაც გას კაცო საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს სწორი ინფორმაციები უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას მსგავსი ფაქტები მოვიძიოთ ხოლმე უსამართლოდ უპატივცემულოდ სადაც უნახავთ სიწმინდეები იქნება ეს თუ ეროვნული ღირსების მატარებელი მონუმენტები ამ ყველაფერს თუ კი გავუსვამთ ხაზს და საზოგადოებას ვაცოდინებთ და საქმის კურსში ვამყოფებთ ამ შემთხვევაში საზოგადოების დაკვეთა თუ იქნება სწორი დაკვეთა შესაძლოა რეაგირება მოახდენინო მაგრამ როცა საზოგადოება არ არის შემზადებული და არ იცის რაზე საუბრობთ ხო ძალიან ძნელი იქნება იქ ვიღაცამ არ მოინდომებს ის არ გააკეთებს ამას იმიტომ რომ მას სურვილი არ ექნება ეს შეგნებულად კეთდება ყველაფერი ეროვნულის გაბათილება ხო ამდენი 35 თუ 37 წელია კაცო რა მნიშვნელობა აქვს ამას ვერ იაზრებს ხალხს ურთ აი მაგალითად წმინდა ნინოს დღესასწაულთან დაკავშირებით გონიათ პატივის მიგება ფარავნის ტბასთან ჯვრით ხელში რომ ჩაივლიან ეგ გონიათ და ნუ პოლიტიკოსები რო გამოვლენ ხოლმე ეს რა ქვია აი ერთ ქართულ აი მე დანიელ უარესიც შეიძლება ვთქვათ კაცო მასე აკვანის ამოსატანად ჩადიან ეგრეთ თლაც კაჩერდი ახლა ტბის ძირას ჩადიან ხოლმე აკვანის ამოსატანად იქნება ეროვნ გმირი ამოვიდეს იქედან კი, აი ამ ტექსტების გარშემო მაშინ გაერთიანდა ქართველი ერი, მაშინ შეიქმნა ძლიერი, ანუ წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ხელისუფალი უკვეთავს დავით აღმაშენებელმა პირდაპირ დაუკვეთა, რომ მოდი რა შიომღვიმეში არსენ ბერს, რომ ტიპიკონი თარგმნა სადაც შეიტან წმინდა ნინოს. იმიტომ რომ დავით აღმაშენებელმა კარგად იცოდა, რომ თუ წმინდა ნინოს გარშემო არ გაერთიანებდა ამ ხალხს, არაფერი არ ეშველებოდა. და მაშინ იყო ფინანსური სტაბილურობას და ნუ ყველაფერი ძლიერი სახელმწიფო როდესაც გაქვს ყველაფერი გაქვს დასტაბილურებული ჩვენ ამას ვერ ვიაზრებთ თავარს ანუ რის გარშემო ვერთიანდებით მე რატო უნდა გავიხე შუაზე ბოდიში ამ სიტყვაზე აი ნუ რის გამო რა არის ჩემი ანუ იდენტობა ხო ნუ ეს ქართული ენა გასაგებია მაგრამ ამ ქართულ ენაზე შემიძლია ბრაზილიაშიც ვილაპარაკო და ნუ ჩინეთშიც და აქედან რაღაც სოფები ვყარო, მაგრამ ეს მიწა, ეს ადგილი რატო არის ხო მნიშვნელოვანი? ბევრ მგდელს არტკის წამს, რომ ქრისტეს კვართი არის იმაში, ცხეთაში. და ნუ აი ის რო ვთქვი, ნუ კაი რა, ეს მოდერნიზმი აქაც შემოვიდა, ხო? ამაზე დიდი სიწმინდე საქართველოს არც გაგვაჩნია, არის ხო მეხსიერების ადგილი, ანუ ევროპულად რომ თქვათ, არის მცხეთაში დავანებული ქრისტეს კვართი. როგორც რომში რო არის რაღაც სამჭვალი დავანებული რომში რელევანტურია აქ არ არის რელევანტური აი ესე ვაზრობ და სხვათა შორის ბევრი სასულიერო პირის აი ესეთი სეკულარული დამოკიდებულება არის ხშირ შემთხვევაში პრობლემა ხოლმე ხო ნუ რა ვიცი ქართველებს უკვე დღევანდელობაში გვაქვს მძიმე მემკვიდრეობა რომელიც თუ ვერ გავაცნობიერეთ ჩვენი ერი დასრულდება. იმიტომ რომ არაერთხელ დასრულებულა ჩვენი ერი. შვიდობის დროს 1490 წელს სამმა ფეოდალმა ერთმა მონარქმა ხელი მოაწერა საქართველოს დაშლას. შვიდობის დროს. და მერე უშიწყეს თავში ხელი უირავქენითო მტერი როცა შემოვიდა ამ დაშლილ ქვეყანაში. იმიტომ რომ საერთო აღარაფერი გაიჩნდა. მერე ყველამ დაიწყო თავის დამოუკიდებლად ჩალიში და ნუ დაანგრიეს ეს ერი. და ნუ დღეს კიდე რაღაცა ფერფლისაგან აღვდექით ხომ რაღაცა შეიქმნა. თორემ ნუ ქართველი ერის პრობლემა არის ეს რომ ნუ ჩვენ კრიტიკულ წერტილზე ვერ ვსვავთ კაცო იმ ბავშვს შენ რო ასწავლეთ ციფრულ პროგრამირებას რატო უნდა ილაპარაკო ნუ აქ რო დაიბადე შვილო შემთხვევით კი არ დაიბადე ვიღაცამ რო თქვა რომ აი
მე ფრანგად შემთხვევით დავიბადე, მაგრამ საფრანგეთი მარადიულია. ხომ აი ეს არის პათოლოგია ჩვენი, რომ აი ხა შემთხვევით არავინ არ დავბადებულ ვართ აქ. ანუ შესაბამისად ჩვენ რახან ესე დავიბადეთ, ამ ენაზე მეტყველებთ, ხომ, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ისტორია და კულტურა, აი ამაზე უნდა კონცენტრირდეთ და ეს იქნება ჩვენი ფსიქოლოგიური ძალმოსილება და არა ბრუსალი და ის რა ქვია არაბეთის საამიროები და ისინი, ხო? ხო და რა ვიცი ახლა ისტორიულად თუ მიუდგებით ისე იმ ფონჭალეში ბარათაშვილები სად არიან ეგ ბარათაშვილების მიწა ხო ხო ნუ რა ვიცი აი ის ბარათაშვილმაც იმაში წააგო თამაში ეგ დიდი მიწა აი ჩვენი პათოლოგია აი ყოველი მეორე თამაშობს ყოველი მეორე რატო იმიტომ რომ ამ ბავშვებს არ გააჩნიათ ღირებულებითი გააზრება ეხლა საპატრიარქომ ჩემი მეგობრებიც ასწავლიან ღირებულებით გააზრებას მაგრამ ნუ ერთი მეცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს ეს უნდა იყოს პოლიტიკური ნება კი ბატონო მხოლოდ სასულიეროში არ უნდა ისწავლებოდეს ეს არა მხოლოდ სასულიეროშიც ნუ ისი აღარ ისწავლება როგორც უნდა ისწავლებოდეს და ნუ სასულიეროს დისკრიმინაცია ხო წავიდა ერთი ვიღაცა გამოხტებოდა იქიდან და ნუ აი ესეთი არის სემინარია ვაჰაჰა ჰუჰუ დედა როგორი ტუალეტები აქვს და გზასაცდენილი ცხრების კი ჩვენ ვართ გზასაცდენილი ცხრების ჯოგი სამწუხაროდ ხო და იმედია რომ ნუ აი ქართველებს ყოველთვის ქონდა იუმორის გრძნობა და იმედია რომ აი ამ სიმძიმეებს იუმორში გადავლახავთ მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რამ რომ უნივერსიტეტებში უნდა კრიტიკული აზროვნება მართლა უნდა ისწავლებოდეს და ეროვნულზე მორგებული სწავლება და საპატრიარქოს უნივერსიტეტებში ბიზნესის ადმინისტრირება არ უნდა ისწავლებოდეს და ქრისტიანობის ისტორია მაინც უნდა ისწავლებოდეს კულტურა და ასე შემდეგ არ არის აუცილებელი საპატრიარქოს უნივერსიტეტში იყოს ინფორმატიკა ქრისტიანული ინფორმატიკა არ ვიცი მე რა არის დანიელ ნახე როგორი რაღაც არის ამ განცხადებას ვამბობ ჩემს პასუხისმგებლობად ვისაც პრეტენზია იქნება შეუძლია მომმართოს მე და თუ ეს ნორმა გონია სალაპარაკო ეხლა არაფერი არ მაქვს დანიელ პატარ-პატარა რაღაცეებში გვეკარგება ხოლმე ეროვნულობაც და ღირებულებებიც პიჭუპაჭუებზე დროის კარგვაში ის რომ ადამიანები არ ცდილობენ რეალური პრობლემები რაც არის რაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ რეალურად ჩემი გონიერი მსმენელი მე ვიცი რაც არის და ვიცი რა დოზით იაზრებს რაზეც ვსაუბრობთ და ამიტომ არ მჭირდება დაღეჭვა რაღაცეების ხო და ძალიან მიხარია ეს არ არის მარტივი საქმე და ერთი დღის და ორი დღის გაკეთებული არ არის ძალიან ბევრი ბრძოლა დამჭირდა ხან ვინ შემომებლოკა ხან ვინ ხალ გაუაზრებელად საზოგადოებასთან არ მინდოდა ურთიერთობა მაგრამ ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა იმიტომ რომ წლების განმავლობაში ფუნდამენტი მთავარი რაც არის განათლების სისტემა თლიანად ჯერ იყო და კომუნისტებიდან მოყოლებული გაყალბებული ისტორიას გვასწავლიდნენ დღევანდელობამდე არც მაშინ შეცვლილა არაფერი და არც ეხლა მაშინაც მავნებლობდნენ ეხლა უარესად მავნებლობენ და თავიდან ბოლომდე როგორ უნდა იყოს ეროვნული იდენტობა ადამიანებში სწორად გააზრებული როდესაც ისტორია და საფუძველი რაც არის თლიანად არის ჩამოშლილი მე ვფიქრობ რომ ჩამპალ და დამყაყებულ ფუნდამენტზე ვერცერთი მშენებელი ვერ აგიშენებს მყარ სახლს ამიტომ ეს ყველაფერი ნაბიჯ ნაკუწ ახალი თაობა ქვეყნის გადამბარებელი თაობა ეროვნულად მოაზროვნე თაობა თუ გჭირდება ქვეყანაში პოლიტიკა იქნება თუ პოლიტიკოსი იქნება თუ ვინც იქნება პირველი განათლებას უნდა დაეტაკოს იმიტომ რომ ჩემთვის ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი შვილის და მისი თაობის განათლება ისინი როგორები იქნება რამდენად სწორ გზაზე წავლენ რაც დავკარგეთ რა ნახეთ ბავშვებს ვერ დამნაშავის სტატუსს ვერ აკიდებ მსხვერპლს ჩვენი და წინათაობების უნიათობის შედეგად მიღებულ ახალგაზრდებს დამნაშავის სტატუსი არ უნდა მივანიჭოთ ისინი არის მსხვერპლები არ იციან არ ასწავლეს როგორც ასწავლეს ისე იციან და ვისედავები და ვისემართლები რაც იცის იმ გადმოსახედიდან გელაპარაკება ეს უნდა იყოს პოლიტიკოსების ნება და საზოგადოების დაკვეთა და პოლიტიკოსების ნება რომ ეს ყველაფერი გააკეთონ და პიჭუპაჭუ საკითხებზე არ დაიწყო და რაღაცა არ ეძებონ ჭიქაში ქარიშხლის დასატრიალებელი ამბები არის უამრავი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში უამრავი და ამოუწურავია მაგრამ თავარი
საძირკველი და ფუნდამენტი არის მომავალი თაობა, რომელიც ჭირდება მერე უკვე კარგი ქვეყნის აღმშენებლობისთვის გჭირდება შენ სამომავლოდ. იმედია, ეხლა განათლების რეფორმა რაც დაიწყო, მე ვფიქრობ, იქამდე გასატარებელი იყო ეგ რეფორმა, კაი არის რომ დაიწყო. მაგრამ როგორ განვითარდება, ეგ არის ცალკე საკითხი. ისტორიკოსების რაოდენობა შეამცირეს, ერთი გამეხარდა. ხალხს არ ეგონოს ისტორიკოსებთან პირადი დამოკიდებულება, მაგრამ რაღაც მეც ისტორიის დოქტორანტი ვარ და თუ სადმე გამოჩნდება ვაკანტური ადგილი, კულტურას დიდი სიამოვნებით წავალ. სამწუხაროდ ხო, ვერსად ვერ წავალ, იმიტომ რომ ალბათ ეს არის. ხო. ნახე. ხო. ისე არ ჩამითვალოს ეხა საზოგადოებამ და ისე არ წარმოიდგინოს რომ მე უცნობა რომ თავის ნავში იფორთხიალ და რაღაც სიდებილები იძახა რომ ვაიმე ქვეყნის სიყვარული მშია და ბავშვებს შიაზე გაიყვან ღმერთმა დამიფაროს რას ლაპარაკობთ უბრალოდ მე ვამბობ მთავარი რაც არის ფუნდამენტი რაც არის მომავალი თაობა თორემ იყო 90-იანებში ისეთი გაჭირვება ლუკმაპური იყო ხან სანატრელი ხალხისთვის, მაგრამ ერთმანეთის სიყვარული იმ დონეზე ჰქონდათ ხალხს, მეზობელი, მშიერი რო იყო და მეზობლის ბავშვი, იმას არ დატოვებდა მშიერს, თავის ლუკმას გაუნაწილებდა, მაგრამ განათლება სულიერი საკვებია და სულიერი საკვები თუ სწორად არ მივაწოდეთ თაობებს, დღეს მივიღეთ ის შედეგები, რომ ვერ ხედავთ ამ თაობებში უკვე რეალურად ნახე ქვეყნის გადამბარებელს ვერ ხედავთ იმიტომ რომ აი ქუჩაში გამოყრილი ბავშვები რო არიან იმათ აღარ ვლანძღავ აღარც საყვედურს აღარ ვამბობ იმიტომ რომ იმათი მშობლების მე არ ვამბობ დანიელ მე იდეალური ვარ და ფრთები მიშიალებს თქო იმათი მშობლების თაობა ვარ გამოსაზრდელი ჯერ ჩვენ უნდა გამოვიზარდოთ მშობლები რომ მერე სწორად გავზარდოთ შვილები გაყალბებული ისტორიით როცა გაქვ ნასწავლი გინდა არ გინდა ხო აქეთ რო იდეოლოგები ხა ჩემო ოჯახმა იზრუნვა საიმისოთ რომ მე მაგ იდეოლოგების ბუდეში არ მოვხვდი და მაგათი ზეგავლენის ქვეშ ვერ მომიხვედრეს და ვერ მოვყევი და არ მოვყევი ღმერთს მადლობა მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი ტოლი თანატოლი მშობლების თაობა არის ისეთ ბუდეში მონახვედრი იმას ჯერ შვილს რო გაზრდის სანამ გაზრდის თვითონ უნდა ისწავლოს ის რაც შვილს უნდა ასწავლოს შვილის გაზრდა კიდე არ არის მარტო ის რომ საჭმელი აჭამო და ტელეფონი ხელში დააკაო 21 საუკუნეში კი არც არასდროს არ ყოფილა ქართველისთვის სულიერი საკვებია პირველი და ამომავალი წერტილი თორე ღორით 13 გულს დაყრის და ის გაზრდის და მშიერი არ მოუკვდება და შიმშილი როგორც ხორციელია ასევე არის სულიერი და სულიერი შიმშილი ჭირს დღეს ჩვენ სერს კი აბსოლუტურად გეთანხმები მოკლედ დრო რამდენი გვაქვს? არ გაცადე და გავიყეცე კაკალი. არა, პირიქით თეკლა. ნუ რავი, რაღა უნდა დავამატო და ნუ მე მგონი წავიდეთ ბოლოსკენ ჯობია. ნეილა. ხო, ბოლოს აი მოკლედ ერთი დავამატებ, რომ ჩვენი, ანუ ყველაფერი მნიშვნელოვანი არის, ყველაფერი კარგია, მაგრამ თუ შენ გექნება ეროვნული განათლება, ეროვნული ის ბავშვი მიხვდება, რომ ქართული რძე ჯერ ის ცნობილი კლინტის სკანდალი რომ იყო, ჯერ იმას დაამხობდნენ, რომ როგორ გაბედეთ, რომ ქართულ ეროვნულ კერძად არის სულგუნი მიჩნეული, ხო? ფული ყის ეგ. ეროვნულ კერძად, რომ ანუ ეროვნული პროდუქტი შეურაცხყოფა არის ის. და ეს იქ კი არ მივინონებ, მთავრობას მოთხოვდნენ, რომ შენ ჩვენ ეროვნულ ღირსებას რატო შელახავ ამით? არა, თუნდაც პროდუქტებში მე მრცხვენი რა არის ძალიან ცუდად ვგზნობ თავს, რავი, ბელორუსულ სახში რომ ვყიდულობ რაღაცეებს, იმიტომ რომ ვიცი რომ კაია. აი ეს არის. მაგრამ შილისთვის გეშინია ქართული პროდუქცია იყიდო ისე შეულახო. იმიტომ რომ ვიცი რომ ანუ იმას არა ქართული რაღაც თვითშეგნება, ის არის ორიენტირებული ფულის მოგებაზე და ვიცი რომ ეხა ბიუ რომელიც ნუ არც თუ ისე კეთილსინდისიერი ქათმებს ზრდის ხო ნუ რავი დაიჭრიკინას მაინც უყურეთ რა ხალხნო რა იქ სადის ქათმებს როგორ ზინდენ დანიელ ძველი თბილისის პერიოდში წყნეთიდან რომ მემაწვნეები ჩამოდიოდნენ რძე ჩამოქონდათ კილებით ხალხისთვის ეგ მოიშალა და აღარ არის ხო აი მაშინ იყო ეროვნული თვითშეგნება რატომ იყიდი ბელორუსიულ მაღაზიაში ხო რა ბელორუსი ანუ ეროვნული თვითშეგნება 90-იან წლებში უფრო იყო და შეგვშა და მე ნუ ხალხის მეხსიერება მოკლე არის და ტვინის გამორეცხვა ადვილად მოხდა და ეხლა ხო საერთოდ ხალხი იმას ვერ იმახსოვრებს რომ ნუ 5 წლის უკან
მის აღმატებულებას პლანის დათესვა უნდოდა. ის რა სიგიჟეა, რა მისი აღმატებულება, რა უბედურება არის, კაცო, რა აღმატებულება. ეს არ შეიძლება, ხო, და ნუ ესე რაღაცეებზე ჩვენც რაღაცები უნდა მოვითხოვოთ, მაგრამ მე შენ გამოჩდები ის, ანუ ხო, ვამბობ, კაცო, რეფორმა დაიწყო საგანმანათლებლო, იდეალურია. ძალიან კაი. რა არის ბიჭო, იდეალური რას გააკეთებე კიდევ კაცმა არ იცის. ხო და დამიბარონ მე და ძალიან კარგად გავაკეთებ ბევრ რაღაცას კარგ სხვადასხვის. ყველაზე მთავარი დანიელ ამ ყველაფრიდან ეხლა რა ჩვენ ვისაუბრეთ და ჩემთვის ყველაზე მყინვარულად ვისაღები ძალიან სერიოზულ თემებზე ვილაპარაკეთ კი ბატონო ვისაუბრეთ რა არის იდენტობა რა არის ეროვნულობა რა არის ყველაფერს მოვედით ფაქტიურად მაგრამ ყველაზე მტკივნეული და დასამახსოვრებელი დღევანდელი ლაივიდან ჩემთვის იქნება წმინდა ნინოს ამოფარებული ბელუქსის ძროხა. სამწუხაროდ ჩვენი იდენტობა და ჩვენი სახე აქ არის მოქცეული. ნუ რა ვიცი, ყველაფერს ქმნის ადგილის მეხსიერება, ხო ქმნის ყველაფერს, ხო და ქმნის, ნუ ვიზუალურ სახესაც, ყველაფერზე რომ დაბოდიალობენ ეს ევროპელი თეორეტიკოსები, ნუ ქართველი ევროპელი თეორეტიკოსები, ხო? ნუ ესეც ხო ვიზუალური სახე არის, ვიზუალური მეხსიერება და მეხსიერების ადგილი. ხო და ნუ მე გულისკივილით ვამბობ ამას. და ნუ სამწუხარო არის ეს, ხო? ნუ ეხა ზოგი ფიქრობს სტალინის ძეგლზე, ზოგი იმად მნიშვნელოვანი არის ეს. რომ დავიწყოთ, ნუ შენ რო ამბობ რაღაცას, რომ მე დავიწყოთ დანიელ, ერთიც, მეორეც, რა პრობლემა არ გამორიცხავს ერთი მეორეს, ხო? მაგრამ დაწყება მთავარი ხალხის ისე გამოღვიძება და იმ ჭკუამდე მიყვანა, რომ ეს ნაბიჯებია დასაწყები ხალხო, ეს არის მნიშვნელოვანი. ხორციელი თუ არის საჭირო, სულიერიც გჭირდება. კი, შენ რო ეროვნული ხარ და ქრისტიანული და ქრისტიანობა რო ყველაზე მნიშვნელოვანი, გეხვეწებით რა? შესაბამისად იმოქმედეთ მაშინ. და ნუ შესაბამისად მოქმედებთ, ხშირ შემთხვევაში ფაქტი არის ეს. ელემენტარულით, ანუ ეს ხო არ ეხება რომელიღაც, ანუ 365 დღე ხო არის შვინანგსარში, ტექსში, მოსახსენიებელში წმინდანების. ეს არის იდენტობის მაფორმირებელი წმინდანი. შუა საუკუნეებში იცოდნენ ეს კაცო და 21 საუკუნეში ChatGPT-ის ეპოქაში და Gemini-ის ეპოქაში უკაცრავად როგორ შეიძლება Gemini-ს კითხეთ ახალგაზრდებმა ვინ არის, ვინ შემოიტანა საქართველოში ქრისტიანობა და რაზე დგას. და ახლა რას გიპასუხებთ? Gemini მიცის ეს და ChatGPT-მა ჩვენ რა გვჭირს? შეეკითხეთ რელევანტური არის თუ არა ბელუქსის ძროხა წმინდა ნინოს რო არის ამოფარებული. ანუ რას გეტყვით ChatGPT? ხელოვნური ინტელექტი. მაპატიეთ ესეთ შარჟებისთვის, მაგრამ ხანდახან რო არ ვიხუბრო, ნუ გადახდოლა საჭიროა ხოლმე. დანიელ, მოგლედ მადლობა ყველას. ძალიან დიდი მადლობა შენ სტუმრობისთვის, მადლობა მაყურებელს, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და დღეს როგორც კი გავთიშა, უკვე დავიწყებ გადმოწერას და მე უკვე დამუშავებულს თავს და ბოლოს ვაჭრი ხოლმე ხალხ, ნუ არასდროს არც ერთი ლაივის, ვინც თავიდან ბოლომდე უყურებს, მიხვდება რომ არც წერტილს, არც მძიმეს არ ვჭრილ, მხოლოდ დასაწყისი შესავალი და ლაიქებით მომეშველეთ რაღაც ესეთი, სტუმრის გამარჯვებიდან ნახვამდის ჩათვლით სრულად იდება ხოლმე როგორც YouTube-ზე, ასევე Facebook-ზე. რა თქმა უნდა, მოგნიშნავ ახალგაზრდავ, როგორც კი ავტორთავ. მშვიდობიანი საღამო და მადლობა ძალიან დიდი. მადლობა შენ თეკლა მოწვევისთვის. დროებით. დროებით.